ჩვენ გავაწერეთ დებულებები ვიწყებთ მუშაობას. შესაბამისად შეიძლება იყოს მუშა პროცესში რაღაც ცვლილებები. ნახოთ რომ კონკრეტულ სამსახურში რაღაც ცვლილებაში შესაძლებელი იყოს დებულებაში მუშა პროცესის შემდგომ, რომელიც იქნება გათვალისწინებული და ინიციატივით იქნება მერია შემოსული. თუ ამის საჭიროება იქნება ქალაქის საკრებულოში, მაგრამ დასაწყისისთვის რითაც ვიწყებთ წარმოგიდგინეთ თქვენ ეს პროგრამა. თუ საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციაა და ალბათ ამას ძალიან დიდი დრო დაჭირდება, მე თავაზობ ჩემი შემოთავაზება იქნება, თუ თქვენ თანაკლები იქნებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში გავიაროთ, უგავთ კითხვები კონკრეტულ სამსახურებზე, ამის დებულებებზე. თუ წაკითხული გაქვთ, გაცნობილები ხართ, იცით დებულებები, ფიზიკურად დემონსტრირებთ. ანუ მე ზოგადად გითხებით რას გადავიდეთ უმრავლესობა, თუ მე თავიდან მომდე წავიდეთ ყველაფერი სამომავლოდ ჯობია ხოლმე ცოტა მე გუშინ მზად მქონდა, წარმოდგენილი მქონდა გუშინ დილითვე მე წეღანაც აღვნიშნე რომ საკანონმდებლო რეჟიმში მიწევს ამ ეტაპზე მუშაობა, მაგრამ ამის შემდგომ ნელა-ნელა დავლაბდებით და შეულ რეჟიმში გადავალთ. იმედია ესეთი ფაქტურად ძირითადი სამუშაო რაც იყო, ამდენი მოცულობით ერთიანად წარმოდგენილი განსახილველი დოკუმენტაცია სავარაუდოდ აღარ იქნება ერთიანად. ეს არის დასაწყისისთვის ყველაფერი და მოგეცემებათ. ამიტომ ერთად მოიყარა თავი ამ ორ სხდომაზე ამდენი მოცულობით ინფორმაცია და შესაბამისად შემდგომში უფრო შეგვეძლება გავიაროს სამომავლოდ იქნება საკრებულოს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად რომ დღეს ფაქტიურად კოლაფსურ სიტუაციაში ვიმყოფებით და ჭირდება სასწრაფოდ მიღება გარკვეული დადგენილების იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ კონკრეტული ფუნქციების ასრულება და ბევრი ადამიანი ზარალდება და ზიანდება ამით ჩვენი დაბიანებული გადაწყვეტილებებით გამომდინარე. შეიძლება კოლეჯის პარტიის ეკონომიკური განვითარების სტატისტიკის ინფრასტრუქტურის სისტემის მოწყობილთა არქიტექტურის შემოღების სასახურის დებულება. აქ არის ერთ-ერთი მუხლის მოდი ჯერ შევთანხმდეთ პრინციპზე. აქ საკითხები არის სათითაო წარმოდგენილი რა არა. გავყვეთ თანმიმდევრობით როგორც არის. იმიტომ რომ სათითაო დებულება სათითაო საკითხის კეთილ სასარგებლო უნდა უყაროს. და ამიტომ არ გამოვა ეს. ჯერ პირველი რაც გვაქვს ეს არის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ არის რამე შენიშვნები ან საკითხები ან მოსაზრებები მიღებულია ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, შემდეგი გვაქვს იურიდიული სამსახურის დებულება. იგივე მოსაზრებები, შეკითხვები, შენიშვნები თუ გაქვთ წარმოგიდგენთ. მაშინ გავაკეთოთ რეგისტრაცია. თანახმად არის უგნავია თუ არის აგრეგატული ეს საკითხი გავიარეთ. შემდეგი გვაქვს
კულტურის ძეგლთა განათლების სპორტის და ახალგაზრდა საფეხბურთო სამსახურის დებულება. იგივე გავიმეორებ თუ არის ამ შენიშნული ეკითხები და მოსაზრებები. თუ არ არის მაშინ კენჭი ვარო განათლებული არის ნავთობი თუ არის უნდა დებულებაც გავიმეორებ. შემდეგი საკითხი გვაქვს ეკონომიკური ქონების მართვის ეკონომიკური განვითარების სტატისტიკის ინფრასტრუქტურის სიმცირე მოწყობის არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულება. თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით, როგორი გქონდათ პროგნოზა? ერთ-ერთი პუნქტი წერია წარმომარაგების და წარმომარაგების უზრუნველყოფას. როგორ უზრუნველყოფს წარმომარაგების და წყალაღინების უზრუნველყოფას. შეიძლება შედგება წარმომარაგების და რაბერტიკულექა ბატონო იმ სამსახურთან რომელიც განაზია გასვისებული რომ ქალაქ წაიღოს. ბერკეტი მოგეხსენებათ არის გარკვეული წყალსადენი, რომელიც წყალსადენის ნაწილები, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა, ახლა როგორც ეს კომპანია არის კერძო კომპანია და არის სახელმწიფო კომპანია, გამომდინარე აქედან კოორდინაციაა ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული ვართ, შესაბამისად სრული კოორდინაცია იქნება, ამას დაარეგულირებს საქართველოს მთავრობა. კიდევ ამ სამსახურის წინადადების შემოშევებას ვაჭრობისა და გარემოების რეგულირების საკითხია. ვაჭრობისა ძალიან კარგად მესმის, მაგრამ გარემოება ახალგაზრდა ზედამხედველობის სამსახურს უფრო კარგად მე გეტყვით ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებით გარემოებაზე ჩემს მოსაზრებას. ჩვენ ამ სამსახურმა უნდა შეიმუშაოს გარკვეული ზედამხედველობის სამსახურს ევალება კონტროლი და მონიტორინგი გარკვეული ნორმების აცდების. შესაბამისად ნორმებს ზედამხედველობის სამსახური ვერ შეიმუშავებს, უნდა შეიმუშაოს შესაბამისად სამსახურმა, სადაც არის ეს წარმოდგენილი დებულებაში ეს პუნქტი, ხოლო მონიტორინგს გაუწევს შესაბამისად ზედამხედველობის სამსახური. კი ბატონო, არა უთვის მაგალითად რომ გაცნობის მოხდას. არის კიდევ რა შეიძლება? რა შეიძლება სასწაულს? დიახ. ძალიან წავედ მას ეს საკითხი მოგეცემება პარლამენტში რა საქართველოს განსაკუთრებით საუბარი. ეს ახალ შეგაცეთ. ძალიან დიდი ცხოვრება იყო რა. ძალიან ასად გავაკეთოთ ადამიანების სიხარულის ფუნქცია და ტექნოლოგია და ეს სასწაულების სამყარო. პეტრო წელიწადში ის სასწაულს ისე გაიუსებ და გამიგონებია ან გაყალებას მოგწევთ ეს პრობლემა თავადები და რაღაცა მუშაობები შეიძლება ასეთი სიტუაცია არ იყოს ისე რომ ცოტა ისეთი საფრთხეა მაგრამ ვინც არ უნდა იდამა გაყალებული იქნება ეს შეგვიძლია ჩვენ დავაკეთოთ მხოლოდ იმ სასაფლაოზე რომელიც არის ახალი სასაფლაო და ახლა ხდება მანდატილების დაკავება და ათვისება შესაბამისად თუ იყავთ ბოლო ერთ კვირის მანძილზე ახალ სასაფლაოზე მოსუფთავდა არა კი ეს მიყვება ეტაპობრივად მოსუფთავდა ტერიტორია ინიციატივით თევალების ინიციატორთა ჯგუფის მიერ შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამსახურს დაევალება რომ დაკვარტალდეს და ორგანიზებულად მოხდეს ადგილების განაწილება აუცილებლად და ამას არ მიეცეს ქაოტური ხასიათის ბატონო გავაკონტროლებთ აუცილებლად სპონტანურად ადგილების დაყალიბება აღარ იქნება. თორეს რა მეკითხოთ კიდევ ამ სამსახურის დებულების შესახებ. ახლა კოდ თუ შეკითხვები აღარ არის მოსაზრებები კენჭი უყაროთ ამ სამსახურის დებულებას. ვინ არის კონკრეტ? ნავდიგი ამაზე თავს შევიგავთ
შემდეგ საკითხზე, შემდეგი საკითხი გვაქვს საფინანსო, საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება. თუ არის რამე შეგიძლია ან მოსაზრებები მოხსნით. Gece umarım tot lucrările în stat și din august acolo dau eu nemas შემდეგ გვაქვს სამხედრო აუდიტის და გაწევის სამსახურის დებულება. ამასთან დაკავშირებით თუ არის რამე შემოგვიყვება. ორი წუთი ამ სამსახურის შესახებ მოგეცემათ ერთიანი სამხედრო აუდიტის და გაწევის სამსახური ჰქონდა თელავის რაიონს, სადაც დასაქმებული იყო აქამდე ხელშეკრულებით და სტატიანი თანამშრომლების რაოდენობა 12 ადამიანი, მოხდა გაყოფა, გამომდინარე იქიდან რომ სოფელს გაცილებით მეტი ტერიტორია აქვს და მოსახლეობის ნაწილი სოფელში დიდია, ხელმძღვანელი პროპორციით შესაბამისად ამ სამსახურში არსებული დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც შევამცირეთ იმ პროპორციით, რაც რეალურად ჭირდება ქალაქს და აღარ გავზარდეთ 5 ადამიანი. უარეს ეკითხა რამე? მოთხოვე დასვა. ბატონო, მაშინ გეჭი უყარო მომხრევი არის მოწინააღმდეგე მიღებულია სამხედრო აუდიტის და სამსახურის დებულება. შემდეგი გვაქვს სახანძრო სამაშენო სამსახურის დებულება. წინა საგრებულო სხდომაზე მოგეხსენება ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობდა. მინდა მოგახსენოთ, რომ იგივე როგორც ანალოგიური სხვა სამსახურები, აქაც ახალ ხდება ამ სამსახურის დაფუძნება მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე თვეში ეს სამსახური შიშის დაფუძნებაში და გასაფრთხის სამსახურის დაფუძნებაში გადავა. მაგრამ სანამ სამსახური გადავა ამ სამინისტრო დაფუძნებაში, მანამდე მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უნდა დავაყენოთ სამსახურის დებულება, ვინაიდან იმ დრომდე ჩვენ უნდა მოვიმსახუროთ. შესაბამისად, თუ რამე შეკითხვები არსებობს ამასთან დაკავშირებით, ან მოსაზრებები, დათვალ გავიზიაროთ. 1 ნოემბრიდან გება ლიკვიდაციის რეჟიმში ეს სამსახური და 1 იანვრიდან გადადის შექმნილ სააგენტოზე, რომელიც იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე და იქნება ჩამოყალიბება როგორც მთავარ სამმართველოდ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სააგენტოს. თუ ეს რაიმე კითხვა, ზოთორი გასულ. დაფინანსების საკითხი, ბატონო. თუ სხვა შეკითხვები არ არის, მოსაზრებები, მაშინ თქვენში უყაროთ ამ საკითხს. მოწინააღმდეგე თუ არის. ბატონო, ეს საკითხიც მიღებულია.